რომ სხეულში ცხიმის პროცენტულობა დაბალია. ესე ვიჭამე, ბრინჯი, ტუნა, მე 30 წუთი ვარ ბილიქზე, იმისთვის რომ დრო გასულიყო, საჭმლის მიღების შემდეგ ცოტა კურსს გადაემუშავებინა და ახლა წავალ გავაკეთებ დღეს მაქვს საჯდომის 3 და ფეხის 2 ვარჯიში. მე მოდიან უკვე კოუჩების შემდეგი ჯგუფი, მე 3 საათში მოყვარულთა ჯგუფი და დილით უკვე კოუჩების ერთ ჯგუფი იგავსტუმრეთ. წავედით. სავარჯიშო წონები უკვე შემცირებული არის, მინიმალურზე არის ფაქტიურად, იმიტომ რომ გასაზრდელი ახლა, ანუ გაზრდაზე ორიენტირებული ვარჯიშები აღარ გვაქვს არაფრის, რაღა დროს გაზრდა. გასდით ახლა ვერაფერს აღარ გავსდით, ამიტომ ახლა უფრო ვოლიუმ, ანუ მოცულობაზე ვზრუნავთ. ასე რომ ის რომ ზოგადი ტონუსი, კუნთის იქნეს მაქსიმალურად შენარჩუნებული, მით უმეტეს რომ სცენის წინა დღეს უკვე ნახშირწყლებით ჩატვირთვას გავაკეთებთ და გლიკოგენის მარაგს შევავსებთ, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ცარიელი ვართ, ანუ აი ცარიელი ვარ, სხეულში არსებული ყველა კუნთს უგრძნობ, როგორი რაღაცნაირად გამოფიტული ვარ რა, მაგრამ 2-3 დღეც და მე უკვე დავიწყებთ ჩატვირთვას და ჩავატარებთ ექსპერიმენტებს. თითოეული კვება იქნება დაკვირვება და თითოეული კვების შემდეგ მიღებული შედეგები იქნება განსაზღვრელი, შემდეგი კვების მიღება რა იქნება, რამდენი და როგორ. წავედით. მაქსიმუმ 15 გამეორება. რაღაცნაირად უკვე ესე ვარ დაღლილი ვგრძნობ თავს, ოღონდ აი რო ვფიქრობ ხოლმე რომ რამ დამღალა, ანუ განა ის რომ ძირითადად ხო ბოდიბილდერებს ვინც უყურებს, რომ აი ფიქვით დაიწყო, სცენა ამალე და აი მერე დაისვენებ, ანუ აი ეს მზადდება მართლა იმდენად რაღაცნაირად მენტალურად გაზრდილი ვარ, რომ რაღაცა დავიღალე და აი რაღაცა ყველასთვის ასოცირდება, რომ ცოტა აზრები მიჭირს, არ გაგიკვირდეთ ამდენს, რომ ბორძიკობ სიტყვებში. ხო და ყველა იმაშობა, რომ ისცენდა რომ ჩამოვალ, იმას შევჭამ, ამას შევჭამ, იმას, ანუ რაღაცა ვარჯიშისგან დავისვენებ, ну არაფერი ამ დაგვარი. ერთადერთი ჩემი ისე დილით საუზმის ბოულს მოვიმზადებ ხოლმე ერთი ეგ მენატრება და ხინკალი და სუში. მეტი ანუ არაფერი არ მინდა. ხო და ერთადერთი რაც ფსიქოლოგად მოქმედებს ბოლო 2 კვირა არის ის რომ აი ეს მოლოდინი რა, აი მაინც მოლოდინი, რომ აი სხვას გოგონები როგორები იქნებიან, ყველაზე ბანძ ფორმაში მე არ ვიყო, ფიქრები იმისა და სინანულის გრძნობა, რომ აი ნეტა თუ მინდოდა მაშინ რატო უფრო ადრე არ მოვიფიქრე, მაგრამ მე ყველაფერი მახსენდება, თავის დროზე რატო მოვიფიქრე, ამ 2 თვე ნახევარში რეალურად მაქსიმუმ 3 თვეში ხო, რამხელა ტრანსფორმაცია გამიცადე ხალხო და ამით იმდენად ბედნიერი ხვდები, რომ მე ვიგიდებ ხოლმე, მაგრამ რეალურად ერთადერთი რაღაცა რაც მხლის არის აი ეს მოლოდინი და აი ეს მოლოდინი, იმიტომ რომ სასცენო მზადება მაინც კიდე სხვა არის რა. ყოველდღიურად ფორმის შემოწმება, პოზირება, ისე და მინდა რომ ეს მალე დასრულდეს, რომ მე დაუბრუნდა ისევ იგივენაირი კვება განვაგრძო, უბრალოდ აღარ მექნება პოზირება, აღარ მექნება ესე რაღაცა კონკრეტულ კუნთების ჯგუფზე მაინც და მაინც ორიენტირებული ვარჯიშები და დავიწყებ ისევ ჩვეულებრივ სტანდარტულ მართლა სპორტულ ცხოვრებას. აი მოკლედ ეს მოლოდინის რეჟიმი მხლის თორე დანარჩენი კვებაც მაგრად მკიდია, ვარჯიშებიც მაგრად მკიდია, ანუ რა ისე უნდა ვივარჯიშო, ისე უნდა ვიკვებო, იმიტომ რომ ჩემი გეუბნებით მთავარი მიზანი არის ის რომ სცენაზე რო ავალ, იქიდან რომ ჩამოვალ, ის შეცდომები აღარ დავუშვა, რაც წინა ბოლო ჯერზე სცენიდან ჩამოსვლის შემდეგ დავუშვი. ვიმეორებ იმის გამო რომ არ დაუჯერე არავის და აი რაღაცნაირად ცოტა გავჯიუტდი რა ვირებით. ხო და მაგას ველოდები ძალიან და არავითარ შემთხვევაში არანაირი არ ვიცი დონატი იქნება ეს თუ შაურმა იქნება თუ რაღაცა არ მიღირს ჩემი ფორმის გაფუჭებად. თუ დონატი მენდომება, ვიცი რომ შემიძლია ერთი ცალი დონატი შევჭამო და ამით თავი რაღაცა გემონური მოთხოვნილებები დავიკმაყოფილო. ეს არის და ეს. ასე რომ
შეგუეთ რომ იდეაში გეგმაში მაქვს სულ ასე ყოფნა და ფაქტობრივად მინდა რომ მეც ჩემს გამომწერებს ისინი ვინც გულშემატკივრებენ ისინი ვინც მიყურებენ რაღაცნაირად ვაჩვენო რომ სულ აი ესეთ ფორმაში ყოფნაც შესაძლებელია. უბრალოდ თავარია რომ აი აქ გონებაში გავაკეთოთ არჩევანი რა გვინდა. მორჩი. ეს არის ეს. ჰიპტრასტი 4 მისვლა მექნება. სხვათა შორის ამ ჩემს დუნდულა კუნთებზე ხომ თელმა ქვეყანამ გაიგო ხო და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კიდე აი ბევრს უყურს ხოლმე რომ ესეთი წონებით ვარჯიშობდი 200-210 კილოთი ჰიპტრასტი და ნუ რატო არ იზრდება. ნახეთ საوارჯიშო პროგრამის დროს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ რა გვინდა. ჯერ ერთი რომ ჩემთვის ვიზუალურად ასე ვთქვათ სიამოვნების დონეზეც ასე ვთქვათ სასურველი კუნთების ჯგუფი ყოველთვის იყო ზურგი და დელტა. აქედან გამომდინარე მაქვს ზურგი და დელტა. პლუს მეორე გენეტიკური ფაქტორი და პლუს მესამე. ესე კონკრეტულად რაღაცა ზრდაზე ორიენტირებული ვარჯიშები ბოლო 3 წელი არ მე არაფერი არ გამიგეთებია. ბოლო 3 წელია ვარჯიშობდი სიამოვნებისთვის და იმ თუნდაც 200 და 210 კილოთი საშტომის ვარჯიშობის კეთების ერთ-ერთი მიზანი იყო ის რომ ეგო ლიფტი მქონდა და მუღამი მქონდა. მეტი არაფერი საბოლოო ჯამში მივიღე მიუხედავად დიდი გაზრდილი წონებისა, არა დიდი კუნთი, არამედ გამძლე, ამტანი და დასტრესილი კუნთი. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კუნთი ზრდას განიცდის დასვენების პერიოდში, მე კი ბოლო პერიოდი ვისვენებდი კი არა ორგანიზმი ფაქტიურად აი მართლა რაღაცა ამაზე მარათონელი სპორტსმენის რეჟიმზე ვამყოფე, იმიტომ რომ არანაირი აღდგენა, არანაირი შესაბამისი კალორიული პროფიციტი, რაც მასზე ზრდას სჭირდება, არაფერი მაგდაგვარი. იმიტომ რომ მე კიდე არ იყო ეგ ჩემი პრიორიტეტი რა. და მაშინ როცა გახდა პრიორიტეტი, ანუ 3 თვის წინ, აგერ კი ხედავთ და მთელი ქვეყანა ხედავთ, რამხელა პროგრესი განუცადე, ხო? ეს არის და ეს, მაგრამ შინაგანად აი ჩემთვის ეს ძალიან დისკომფორტია რა. შინაგანად მე უფრო ისევ ტიპაჟი ვარ, რომლისთვისაც კუნთის აღდგენა ესეთი რაღაცა პრიორიტეტული საკითხი არ არის, უნდა რომ ყოველდღიურ რეჟიმში იცხოვროს როგორც სპორტსმენმა, ჰქონდეს აქტიური კარდიო დატვირთვაც, ფუნქციონალურები აკეთოს, წონებით ვარჯიში აკეთოს, ირბინოს, კრივზე იაროს და ასე შემდეგ. და სუფთად იკვებოს. ეს არის და ეს. და როცა უკვე კუნთის ზრდაზე ორიენტირებული ცხოვრებით ცხოვრობ, იქ ცოტა სხვა წესზე დამუშავებს. იმედი აქ გასაგებად ვლაპარაკობ, ხო? ასე რომ მესამე მისვლა. მიუხედავად ასეთი ცოტა ნახშირწყლებისა, ფამფი და შეგრძნება კუნთის მაინც ძალიან კარგია. რაც კარგის ნიშანია. მეოთხე მისვლას გავაკეთებ. შემდეგი მაქვს ერთიალი. დღეს არის უკვე კვირა, რეალურად საჯდომის 2 ვარჯიში მომიწევს სცენამდე და ამ ვარჯიშებში მაქვს სულ ერთი და იგივე, ანუ საჯდომის ტოპ 4 ვარჯიში მაქვს აღრჩეული. ტოპ 4-ში ვგულისხმობ იმ ვარჯიშებს, რომლებიც ბიომექანიკა, ანუ კუნთის ფუნქციიდან გამომდინარე რა, დუნდულა კუნთი თავის დანიშნულებას მაქსიმალური სიზუსტით ასრულებს, 100%-იანი სიზუსტით და ესეთი ვარჯიშები მაქვს აღრჩეული. ერთ-ერთი არის ჰიპტრასტი და ამის შემდეგ გადავალთ უკვე ერთიალებს. დავისვენებ და შემდეგ მეოთხე მისვლა. წყლის რაოდენობა მაქვს გაზრდილი და ძალიან იმიტანჯები, იმიტომ რომ მე მაქვს ძალიან ფხიზელი ძილი. რამემ თუ გაიფაჩუნა, მერე მიჭირს უკან ჩაძინება. და ამ გაიფუჩნო კი არა, იმდენ წყალს ვსვავ, რომ ღამე მინიმუმ 4 ჯერ ვდგები, რომ საპეპერში შევიდე და მერე ძილს ვეღარ ვიბრუნებ და ეს დღეს დილით ბაჩს ვეუბნებოდი, რომ იქნებ რაღაცა აი არ ვიცი. მაგრამ ნუ ვერაფერს ვერ ვუზავთ. ესეც ჩატვირთ, ანუ სცენის წინა დღეს დილით ვკითხე რა და აი სცენაზე ასვლის წინა დღეებისთვის რა მახინაციებიც უნდა ჩამიტაროს, იმისთვის არის საჭირო, რომ ეხლა ეს წყლით ფაქტიურად უჯრედები მოვამარაგო და მაქსიმალური ჰიდრატაცია განვიცადოთ. ბოლო მისვლა და გადავდივართ ერთიალებში.
იდეაში ესაც მინდა რომ 4 მსვლა მქონდეს, მაგრამ შევხედავ პროცესში შეგრძნებებს. გავაკეთოთ. სხვათა შორის მე თვითონაც ძალიან მაინტერესებს. გუშინ ერთი ჩვენი საბაზრო კურსის მოსწავლეს წერდი და რეალურად მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. უბრალოდ ჩემი რაღაცა გადაწყვეტილებები მიხედვით ვცხოვრობ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩემი პროფესია, ჩემი არჩევანია, ჩემი ცხოვრების ალბათ 80% შეადგენს, ხო? მეც ან ნაკლებს ასე პლუს მინუს. მეც მაინც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მეც ჩემი სუსტი მხარეები მაქვს და მე თვითონაც კი საუბრობ, თუნდაც ახლა იმას წეგნავს თქვი, რა სცენდა რომ ჩამოვალ, მინდა ესე ვიყო, მაგრამ ნახოთ, მეც დაკვირვების პროცესში ვარ, მეც ვითარდები, ბოლო რამდენი წელია, მეც მაინტერესებს ჩემი შინაგანი გაუცნობიერებელი მე რას გამაკეთებინებს და ვნახოთ რა. არ ვიცი, იქნებ სულ ტყუილად ლაპარაკობ და სულ ტყუილად მაქვს ამ ყველაფრის იმედი და სცენდა რომ ჩამოვალ. მეორე დღეს 8 კილოთ მეტმა გავიღვიძო ისეო. არავინ არ იცის. თუმცა სურვილი დიდია. მიზანმიმართულება ესეთი მაქვს, გეზიაღებული, მკაცრი გადაწყვეტილება მიღებული, ვიცი როგორი აღარ მინდა რომ ჩემი თავი არასოდეს ვნახო ცხოვრებაში, მაგრამ ვნახოთ ფაქტის წინაშე რომ დავდგებით, აი ის წუთი, აი ის მომენტი, აი ქუსლს რომ გავიძრო ფეხიდან, აი ეგ მომენტი რომ დადგება, მაგ დროს როგორ ვიგრძნობ თავს, ისე მაინტერესებს მეგობრებო, ანუ აი ახლაც კი როცა რომ გესაუბრებით, თა რომ ვამბობ ამ ყველაფერს და მე თვითონ რომ მესმის რას ვსაუბრობ, ანუ ამ დროს აღვიქვა რომ ეს სცენა, მაგრამ კიდია სცენა. სცენიდან ჩამოსული სწამი მაინტერესებს. რას ვიზავ? აი ეს რას ვიზავ ვიცი, მაგრამ ეს რას გამაკეთებინებს, ეს არ ვიცი. ამიტომ არ ვიცი, ნახოთ. ძალიან მაინტერესებს, ძალიან და იმედი მაქვს რომ საკუთარი მე არ მიმტყუნებს. ნახოთ. Okay, let's make it. მიყვარს ხოლმე წერები ოდნავ განზე. ძალიან მაგარი ვარჯიში. საჭდომი შეგრძნება არის, აი არ ვიცი. ბომბი, ცეცხლი, ნაკვერჩხალი. Hip thrusts და RDLs. საჭდომის ტოპ 2 ვარჯიში მე რომ მკითხოს აუცილებლად RDL-ები და hip thrust. კარგად წაიღო. გაწევაც მომწონს, შეკუმშვაც მომწონს. მიყვარს ხოლმე როცა ტერფები, ანუ ფეხი მხრისი განაზე და ტერფი ოდნავ განზე. მოძრაობას ვიწყებთ ზოგადად საჭდომის უმრავლესი ვარჯიშები. იცოდეთ მეგობრებო, ეს არის მოძრაობა მენჯის სახსარში. მოძრაობა მენჯის სახსარში. Hip thrust-ის მენჯის სახსარში მოძრაობა. ესეც მენჯის სახსარში. და პირველი მოძრაობა შესაბამისად გაწევლის ფაზაში იწყება მენჯის უკან წაღებით და შეკუმშვის ფაზაშიც იწყება მენჯის წინ წამოღებით. და სხვა კიდე მრავალი დეტალი, რომელსაც ჩვენთან საბაზისო კურსზე გასწავლით ყველას, ვისაც არ გყავთ და არ გინდათ რომ გყავდეთ პერსონალური მწვრთნელი. კიდე 3 მსვლა და მე შემდეგ ვარჯიშზე გავაგრძელებთ ვიდეოს.
წონების დაშლა და აწყობა ცალკე ვარჯიშია. თან ბაჩოს აქვს წიკი დარბაში წესრიგსა და სისუფთავეზე. ეხლა ეგ ბლინები კიდია 10-იანების ზევით, შუაში 5-იანები, დაბლა 20-იანი და 15-იანი. ამაზე აუცილებლად მოგცემს შენიშვნას. უნდა იყოს 5-იანები, 2-იანები, მერე 10-იანები, მერე 20-იანები, წინ 15-იანები. ჩაციკციკებული. Let's make some kickback variations. Subukit წონით. ჩვენი kickback-ი. ასე ვამბობია. ფიტანჯებით, როცა დარბაში არ არის შესაბამისი ტრენაჟორი. მაგრამ არც ერთ დარბაში არასოდეს არ დაგხვდებათ ყველანაირი ტრენაჟორი. ეს გახსოვდეთ. ამიტომ უნდა იცოდეთ ანატომია, ბიომექანიკა, თეორიაში სხვადასხვა საკითხები, რათა იცოდეთ როგორი ვარჯიშოთ. იმ დანადგარებით, რაც დაგხვდებათ დარბაზში. მეგონა რომ ვიღებდი, მაგრამ თურმე მეხსიერება გათავდა და შეწყდა გადაღება. ბოლო მისვლა დამრჩა, სულ 3 მისვლა მქონდა ეს. ვცდილობ რომ აქაც დავარტყა და აქაც, ასე რომ ვეღარ საუბრობ, უკვე გრძნობ რომ ენერგია გაელია. ფეხების ეს დგომი მაქვს არჩეული. მაგრამ, ენერგიის გარეშეც უკვე წონები იმდან სუბუქია, რომ სულ რო გრძნობ რომ აი უენერგიოდ ხარ, მაინც ატანადი არის ვარჯიში რა. That's it. წავედით ბოლო ვარჯიშზე, გავაკეთებთ მომხრალს. დაკავებული არის. ოკეი. ამას მე დავშლი. Let's go. ძალიან კარგი ვარჯიში, ძალიან კარგი ტრენაჟორი. რომელიც მე ვერ შევიყვარე, მარტო მგონია, ვიცი. აუ, ძალიან ვიღალ. ოკეი, ნათია. Let's go. საყრდენი ფეხი კარგად შიგნით შეწეთ ხოლმე. ეს ის დღევანდელი ვარჯიში. ეხლა ცოტა ხანი დავისვენებ, ყავას დავლევ და 1-20 წუთში პოზირება 10-15 წუთიანი. მეტი არ არის საჭირო. საღამოს კვება, დასვენება, სტანდარტული ყოველდღიური ქალური საქმეები. ეს არის ეს.
როგორ ვიქცევით, როცა სუპერმარკეტში მივდივართ და გარშემო არის ძალიან ბევრი გემრიელობები. უბრალოდ მივდივართ პირდაპირ და არ ვიყურებით გვერდებზე. მივდივართ მარტო იქ, ანუ დანიშნულების პუნქტი, სადაც ვიცით რა იყიდება. ჩემს შემთხვევაში კვერცხი. ანუ გვერდებზე აქეთ-იქით არ ვიყურებით. ანუ აი, კვერცხი. მოვედით პირდაპირ კვერცხი. სადაც შეხვდით. ეხლა მივდივარ სახლში პარკებით, ხელში დაღლილი მივლასლასებ და უცებ ჩერდება მანქანა. ბავშვები ზიან წინ და ფანჯარა ჩაიწია და გოგონამ გადმოყო თავი და ესა ხელების ხრებით ძალიან მაგარი ხარ. და აი ამში ხასიათი გამომისწორა. აი არ ვიცი. ეგრევე ხასიათზე მოვედი. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს. ესეთი მცირედი რაღაცები, როიცოდეთ ძალიან გვეხმარება მეც და ყველას ვინც ამ სფეროში ვართ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ. და კი მწერთ ხოლმე სულ რომ შენგან ძალიან ბევრ რაღაცებს ვსწავლ თუ და ძალიან დიდი მადლობაა, მაგრამ მე მაინც მგონია რომ რაღაცა და მოკლედ მიხარია თუ კი ასე დისტანციურად რაღაცით შემიძლია დაგეხმაროთ. მიხარია თუ კი თუნდაც ერთ პატარა კარგ რაღაცას ისწავლით შემდგარ. კოსტით გახოვით, მიყვარხართ.